სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ 100,000 მოწამის შენების დღეს. ჩვენ ამ დღეებში ამ საკითხზე არაერთხელ გისაუბრია და ახლა კიდევ ერთხელ მინდა რომ გავიხსენოთ პირველი ადამიანები, ესე იგი კაინმა და აბელმა ღმერთის მსხვერპლი შეწირეს. თქვენ იცით რომ კაინი იყო მიწისმუშაკი, აბელი იყო მწყემსი. როდესაც დადგა ღვთისადმი მსხვერპლ შეწირვის დრო, იქ წერია რომ აბელმა შეწირა საუკეთესო ცხვარი, ნათავარი ცხვარი, საუკეთესო. და კაინმა ასე რომ ვთქვათ, რაც ხელში მოხვდა იმ მიწის ნაყოფებიდან ის შეწირა. და ძალიან მნიშვნელოვანი რამ წერია რომ ღმერთმა მოხედავ აბელსა და მის მსხვერპლს და არ მოხედა კაინსა და მის მსხვერპლს. ანუ სინამდვილეში აი ამ მსხვერპლის მიხედვით ხდებოდა მოხედვა, ანუ შეწირვა იმ ჩვენი გულის დამოკიდებულებისა ღვთისადმი. აქ მთავარი აბელი და კაინი იყო, აქ მთავარი არ იყო მათი მოტანილი მსხვერპლი. მაგრამ მათ როგორი გულით მოიტანეს და ესე რომ ვთქვათ, როგორც შეიყვარეს უფალი, ისეთი გულით მოიტანეს. აი არის ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც შეიყვარა თითოეულმა უფალი, ისეთი გულით მოიტანა და უფალმა არ შეიწირა კაინის. იმიტომ არ შეიწირა, რომ ეს პირველი ანუ როგორც ვთქვიან, გარიჟრაჟი იყო ადამიანის, დასაბამი იყო და იქვე უნდა ყოფილიყო ცნობილი, როგორი ღვთისმსახურება მოსწონს ღმერთს და როგორი არ მოსწონს. ღვთისმსახურება მხოლოდ ის კი არა, რომ მღვდელი აღასრულებს ღვთისმსახურებას. თითოეული ადამიანი ღვთისმსახური არის თავისი ცხოვრების წესიდან. როგორი განწყობით შეწირული მოსწონს ღმერთს და როგორი არ მოსწონს. ეს უნდა სცოდნოდა ადამიანს და დღესაც გრძელდება ეს მსხვერპლ შეწირვა. და დღესაც ზოგისა შეიწირება და ზოგისა არ შეიწირება. და ვისიც შეიწირება და ვისიც არა, ეს ადამიანის სინდისმა იცის და ადამიანმა იცის ეს შეიწირება თუ არ შეიწირება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც არჩევანის წინაშე ვდგებით, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რომ ეხლა მე საუკეთესო შევწირე უფალს თუ ის რაც მეზედმეტებოდა. გახსოვთ მაცხოვარი რომ ებნავა მოწაფეებს, როდესაც ტაძარში შესაწირის ყუთანს ხედან და მრავალი მდიდარი ადამიანი მოდის, ბევრს წირავს. ერთი ქვრივი დედაკაცი მოვიდა, 2 ლეპტა ჩააგდო და მაცხოვარი ამბობს, ამ ქვრივმა დედაკაცმა ყველაზე მეტი შეწირა, რადგან სხვებმა თავისი მოჭარბებულისგან შეწირეს და ამან კი ყველაფერი მოიტანა, თავისი საცხოვრებელი მოიტანა და დადო. აი ეგ არის ყველაზე მთავარი. რაოდენობით არ იწირავს ღმერთი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, არამედ გულის სიუხვით იწირავს და არა მატერიალური სიუხვით. და ჩვენ გვაქვს ესე იგი მატერიალურიც და არამატერიალური სიმდიდრეც. გვაქვს ენერგიაც, გვაქვს დრო, გვაქვს ესა თუ ის შესაძლებლობები. და აი ამ ყველაფრიდან ღმერთს რას ვუტოვებთ? საუკეთესოს, ისეთს, როგორიც კაინმა შეწირა, თუ კიდევ უფრო უარესი ნარჩენებს. აი რაც მორჩება ჩვენი დროისა, ჩვენი ენერგიისა, ჩვენი შესაძლებლობებისა, ფიზიკური, სულიერი თუ მატერიალური. აი ამ შესაძლებლობებიდან რას ვუტოვებთ ღმერთს? ნარჩენებს თუ საუკეთესოს. კაინი სადღაც შუაშია, კაინზე არ წერია, რომ ნარჩენები მიუტანა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანს სწორედ ეს ნარჩენები მიაქვს ღმერთთან და ფიქრობს, რომ აი ამ ნარჩენებით, რაც ღმერთთან მიაქვს, თან წარმოჩნდეს ისე თითქოს საუკეთესო მიაქვს. აი ეს არის კიდევ პრობლემა. ანუ ადამიანების თვალში ჩანდეს ისე, რომ თითქოს საუკეთესო მიაქვს და სინამდვილეში ეს შეიძლება ნარჩენები იყოს. და
აი ამ მოწამეებმა 100,000-მა მოწამემ და არა მხოლოდ მათ, არამედ თითოეულმა მოწამემ იმდენად შეიყვარეს ღმერთი, რომ თავისი სიცოცხლეც, ერთადერთი სიცოცხლეც კი ღმერთს შეწირეს. ერთადერთი ეს ბიოლოგიური სიცოცხლე ღმერთს შეწირეს, საუკეთესო შეწირეს. მაგაზე მეტი არ ჰქონდათ უბრალოდ. და ასე შეიყვარეს უფალი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მოწამის ცხოვრებიდან, რომ მათ ისე შეიყვარეს უფალი, რომ ყველაფერი გაიღეს მისთვის. და უფალი ამბობს, რომ ვინცო ჩემთვისო და სახარებისთვისო თავის სულს გაიღებსო, ის მოიპოვებს ზუსტად თავის სულს. და ვინც თავის სულს გაუფრთხილდება ამ წუთის სოფელში, რომ ეს არ მომივიდეს, არ შემცივდეს, არ დავიღალო, არ მომაკლდეს რაღაც, ასეთი დაიღუპავს თავის სულს. და აი ამ მოწამეებმა სწორედ მოიპოვეს თავისი მოწამეობრივი აღსასრულით მარადიული სიცოცხლე, თავისი სული მოიპოვეს და მარადულად ხარობ. და ისინი არიან ჩვენთვის მისაბაძი და მაგალითები. როდესაც აი პირველი სამი საუკუნის შემდეგ შეწყდა ქრისტიანების წამება და შენარჩუნდა ადამიანში მისწრაფება ღვთისადმი შეწირულიყვნენ, აი ეს მისწრაფება მოწამეობიდან გადაიზარდა უკვე ბერმონაზნურ ცხოვრებაში. და თუ მოწამეები, როგორც ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში წერია, ერთ ჟამს ეწამებოდნენ, აი ეს ბერები და მონაზვნები ყოველდღიურად ეწამებოდნენ. ხშირ შემთხვევაში იმ გაუსაძლის პირობებში და აი ამ პირობებს თავადაც უქმნიდნენ საკუთარ თავს. და აი ამაში გამოხატავდნენ ღვთისადმი სიყვარულს, რომ ბოლომდე ესე შეწირულიყო. ჩვენც ახლა ესე იგი რო დავფიქრდეთ, როდესაც ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგებით, გვაქვს იგივენაირი გულმოდგინება სულიერი საკითხებისადმი, როგორც ხორციელში ვიჩენთ გულმოდგინებას. აი მაგალითად ვიტყვი, ახლა არის დაახლოებით 2:9, ხო? ადამიანი შეიძლება წირვაზე ვერ მოვიდეს, იმიტომ რომ თავის თავს ჩაუთვალოს, რომ დაღლილია. შეიძლება მართლაც დაღლილიყო, მაგრამ იგივენაირად დაღლილს. რაიმე ამაო საქმეში ხომ არ გაუტარებია დრო, გაუტარებია, შეიძლება კიდევაც გაუტარებია. შეიძლება უბრალოდ ტელევიზორის ყურებაში გაუტარებია. ვიღაცა შეიძლება აი ფეხბურთი უყარს, ფეხბურთს ამაზე გვიანობამდე უყურებია. ვიღაცას თავისი საერო საქმე რაღაცა გაუკეთებია ისეთი. მაგრამ როდესაც საქმე სულიერს ეხება, იქ შეიძლება ითქვას, რომ იმდენ გულმოდგინებას ვერ იჩენს ადამიანი. ანუ იმდენად ვერ შეიყვარა ღმერთი, აი ამაში ესაა. და აი ამაში, რომ ხორციელი უფრო გვიადვილება ვიდრე სულიერი, ამაში ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს დაცემული უნება, მიდრეკილება ცოდვისადმი და უფალი ამბობს, რომ რომელმან თუ გინდა რომ გამოვყე, უნდა უარყო თავისთვის. აი ეს დაცემული უნება, უნდა უარყო. უნდა აიღო შენი ჯვარი, ცხოვრებისეული ჯვარი, შენი, ოღონდ სხვისი კი არა და უნდა გამოვყვე მე. ეს არის გადარჩენის გზა, ესე იგი. შეგვეციოს 100,000 მოწამის მეოხება ღვთის წინაშე და მათი მეოხებით და მათი ლოცვით არის და კიდე მრავალი ასეთი მოწამის და მოღვაწის ლოცვით, რომ დღეს საქართველოში ღმერთი იდიდება და ადამიანები ღვთის ცნებებით აგრძელებენ ცხოვრებას. ერთმა დალოცვილი და გახარებულები გავხდით. ჩვენთან არის ღმერთი.